მე დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ვწერდი ამ ვიდეო ბლოგს პირველ რედაქციას, როდესაც მივიღე ზარი, სატელეფონო ზარი აი ამ ტელეფონზე და მივიღე ზარი და ვინც მირეკავდა მან შეურაცხყოფა მომაყენა და ავტომატურად ხმերը გადავამოწმე, ავტომატურად ხმა გაიპარა ამ ვიდეო ბლოგში, იმ ვიდეო ბლოგში და ამიტომ მიწევს მეორე რედაქციის მეორე ვიდეო ბლოგის ჩაწერა და ვიდეო ბლოგს ვიწყებთ ასე გვარიანტ ავღილდი გულახდილად გეტყვით მე გათიშა ტელეფონი მე ეს ტელეფონი უსებ დაჯდა კიდე სანამ დავტენე ეს იტენება თუ ჩანს ახლა და მოკლედ ავღილდი და გადაწყვეტილება მივიღე რომ თავიდან ჩავწერო ეს ვიდეო ბლოგი მე ვუბოდიშებ ჩემს იმ მეგობრებს რომლებიც წინა ვიდეო ბლოგში რომელიც გამოქვეყნებულია იმ ვიდეო ბლოგში არ ჩამომისახელებია ხო ვუბოდიშებ მათ შორის და ახლა გეტყვით ვის მიშამ შვილდაძეს პირველ ყოვლისა და სხვებსაც რა თქმა უნდა რომლებიც მიზეზთა გამო გამორჩა უბრალოდ ესე იგი და მივიღე მე კომენტარი რომ აი მაგალითად ნუცამ სუბელიანმა მომწერა რომ არაო მე კი არაო ანა სუბელიანი დაიბარესო ჩემი დაო არ ვიციო შესაძლოა მეცავარო და ასე შემდეგ მე თეა სუბელიანის ეხმაურება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მაინც სოლიდარობა მეთქი მე რაღაც არასოდეს ქონა ჩაწერილი რომ ზვიელქორიძეს რაღაც შემთხვევით კი ანდრინდელ ამბავს იხსენებდა თუმე გელამთილიშვილი და მე ასაკვირველია ჩემ მეგობარს ვიასაც უდასტურებ პატივისცემას და უკლებლივ ყველას ასევე გამორჩენია ესე იგი დიამამისიშვილი და მიშამ შვილდაძე და მე დარწმუნებული ვარ რომ უკლებლივ ყველა ანუ ვიკა ვახო ეკა ნანუკა მარიამი ანა ხო ანა სუბელიანი ესე იგი ნუცას რასაკვირველია ელენე ხოშტარია გიორგი კადაგიძე ბაია პატარაია თამარ ჩერგულეშვილი დიამამისიშვილი მიშამ შვილდაძე თუ ვინმე გამორჩა კლავი გიბოდიშეთ უკლებლივ ყველანი ჩვენ არ გავჩერდებით და მონას რასაკვირველია დავუძახებთ და ვუწოდებთ მონას მონა არის ერთიც მეორეც ანუ ლაშხი მარიამიც წილოსანი ნინოს მდინარაძეც წულუკიანის დანარჩენი 85 დეპუტატიც დანარჩენი მინისტრებიც უკლებლივ ყველანი და მონების მონა კი არა მონების ნაჩალნიკი და რეალურად კი რუსეთის ფსბ-ს და პუტინის მონა არის ბიზინა ივანიშვილი რომელიც არის სერგო ორჯონიკიძე თანამედროვე უბრალოდ სხვა გვარად შეფუთული დიახ ის ხიშტით და מחვილით არ შემოსულა საქართველოს 2012 წელს მაგრამ ის ერბილად და თბილად და თკბილად შემოგვაპარეს 2012 წელს რომ ის აკეთებს ზუსტად იმ საქმეს ჩვენ ქვეყანაში რაც გააკეთა 1921 წელს სერგოია ორჯონიკიძემ ამიტომ ისტორია მიუჩინა ადგილი მას ეს ფაქტია მაგრამ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს ყველას რომ არა მხოლოდ ისტორიამ დასაჯოს უშუალოდ იზბიზინა და განაჩენი მონები, არამედ თანამედროვეობაშიც, ჩვენს დღევანდელობაშიც იყვნენ ისინი დასჯილნი, ჩვენ მოვესწროთ იმას, რომ თითოეული მათგანი ან ბევრი მათგანი მოხდეს სასამართლოს სკამზე. ამიტომ არ გავჩერდებით ეს ბარებ თქვა და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ამ ადამიანების სოლიდარობისა და გამო თქვენს ვინც ახლა მისმენთ დაწერეთ რომ ესენი არიან მონები ყველანი პერსონალურად სახელობით ჩამოვასახელეთ და დაწერეთ ყველას ვერ დაგვიბარებენ წინააღმდეგ შემთხვევაში არ ვიცი ვიკას თუ ელენეს თუ გიორგის თუ ბაიას და აკისრებენ არ ვიცი 5000 ლარიან ჯარიმას ან მარიამ ლაშხმარას იკადრა რამდენიმე ხნის წინ როცა საპატიმროში გაუშვა ისინი ვინც უშუალოდ ნახა ვინც უშუალოდ შეეჩეხა ბაია იმას რა ქვია აქვია ლაშხს მარიამ ლაშხს რომელიღაც კაფეში რუსთაველის გამზირზე და უწოდეს სწორედაც რომ მონა თუ არ ვწდები ამის გამო ისინი 12 დღიან საპატიმროშიც კი გაუშვა მისი სააგა გაუშვა სასამართლომ მონა მურუსიზისა ამ ლაშხის სარჩელის თუ საჩივრის საფუძველზე ამიტომ მე კვლავ მოგიწოდებთ რომ ვიყოთ სოლიდარულნი ერთმანეთის მიმართ რაც ცოტანი ვიქნებით ვფიქრო იოლად გაგსრეს ან ეცდება რომ გაგსრისოს ეს რეჟიმი ჩვენ საქართველოს ვერ იქცევა კავკასიის ბელარუსად ბიზინა კი ცდილობს ეს ფაქტია ის დიქტატურის დამყარებას ცდილობს კიდევ ერთხელ ვიტყვი ამას ყველაზე მძიმე სწორედ ეს არის რომ ჩვენ ამ პროცესში ვართ კი გასაგებია რომ ყველას გაჩერება და გაჩუმება შეუძლებელია ჩვენ არ შევიყუჟებით სამზარეულოებში როგორც ბელარუსში ანუ მინსკში და თლიანად ბელარუსში შეიყუჟა
არაჩვეულებრივი ხალხი პროტესტი, ვისაც უყვარს და ვინც იცის და ვინც ებრძვის ლუკაშენკოს ბელარუსის მასშტაბით, მაგრამ ისინი მაინც კანონმორჩილები ბჭყალებში თუ ბჭყალებოთ აღმოჩნდნენ, შევიდნენ და სამზარეულოებში. ჩვენ სამზარეულოებში ვერ შეგვათრევენ, ვერ შეგვკეტავენ და 5000 ლარიანი ჯარიმა იქნება თუ 197,000 კუპონიანი დოლარიანი, ჩვენ მაინც ჯიუტად ვიტყვით, რომ ესენი არიან მონები, ბარემ ვიტყვის, სულ რომ 4 კაცი დარჩეს ამ 12-ეულიდან ან რაღაც 120 კაციდან თუ 1200 კაციდან თუ არ ვიცი, ამდენიც ვართ, ხო? ბევრი ვართ კაცილებით რასაკვირველი. ჩემი ვიდეო ბლოგი სხვა თემას ეხება, ძალიან მძიმე ამბავს. მე არ ვიცი ისიც თუ არა, რამდენი კილომეტრია ევროპის ერთი ქვეყნის დედაქალაქიდან, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავიდან უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტამდე. იცით თუ არა, მე არ ვიცოდი და ახლებით წარმოვიდგინე ცხადია მქონდა, ხვდებოდი რომ აი 700, 800, 900 კილომეტრი იქნებოდა, ანუ უნდა ჩამოკვეთო ესე ვიტყვი, შედარებით ჩრდილოეთიდან, შედარებით სამხრეთისაკენ, როცა ვარშავიდან გზავრობ ბუდაპეშტისაკენ და აი აღმოვაჩინე რომ 858 კილომეტრი ყოფილა 8 საათი და 37 წუთი უწყვეტად თუ ესე არ გაჩერდები სადმე ანქანით ავტომობილით შეგიძლია იმგზავრო კვლავ ვიმეორებ ვარშავიდან ბუდაპეშტამდე. ორი დიამეტრალურად განსხვავებული ლიდერი ჰყავს ამ ორ სახელმწიფოს, პოლონეთს კარგი, უნგრეთს ცუდი. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი არის ტუსკი, კარგი კაცი. წარსულში სხვათა შორის აი კაჩინსკის პერიოდში, როდესაც კაჩინსკი იყო და კაჩინსკი მოკლეს საკრიტიკო მიზეზთა გამო, მაგრამ ახლა ამ თემაზე არ ვსაუბრობ, უკვე შემდგომ ის გახდა ევროჩინოსანი, ისევ პოლონეთის პრემიერ-მინისტრია, მოქმედი პოლიტიკოსია, სწორი პოლიტიკოსია, მათ შორის უკრაინის კონტექსტში ძალიან თამამი პოლიტიკოსია და მეორე უნგრეთში ასევე პრემიერ-მინისტრი, რომელიც ოდესღაც მიხეილ სააკაშვილთანაც მაკაცობდა, ერთგულებას ეფიცებოდა, ოდესღაც შეიძლება ასე ითქვას, დღევანდელთან შედარებით უკეთესი აზრები აწუხებდა და ჰქონდა, მაგრამ დღეს ამ კაცს აბსოლუტურად სამართლიანად უწოდებენ ევროპის ტროას ცხენს და უნგრეთს, ქვეყანას, რომელსაც ის ხელმძღვანელობს და იმედი გვაქვს, რომ მომავალში ის დამარცხდება, დარწმუნებულებიცა ვართ რასაკვირველია ამაში, მაგრამ აი მალე დამთავრდება ორბანია და უნგრეთში, ქვეყანაში, რომელიც ეხლა ჯერ კიდევ 56 წელს შეეწინააღმდეგა საბჭოთა კავშირს და დიდი კულტურის ქვეყანაში, რასაკვირველია, ორბანია და დასრულდება უახლოეს მომავალში, მაგრამ დღესდღეობით სწორედ ორბანი არის ამ ქვეყნის ლიდერი სამწუხაროდ და ამ უნგრეთს ევროკავშირი მსჯელობს, რომ ცალკეულ მნიშვნელოვან საკითხებზე ხმის უფლებაც კი ან შეუჩეროს, ან ჩამოართვას. ეს უნგრეთი ესეთი მოსარგებლე ევროპის კავშირის სიამეებით მოსარგებლე და ავანტიურისტი ქვეყანა არის არა უნგრეთი, არამედ მისი ლიდერი, რომელიც მაშინაც კი ურთიერთობს პუტინთან, როცა აღარავინ აღარ ურთიერთობს მეთქი. ხო და ეს უნგრეთი და უბრალოდ ორბანი ძმაკაცია ყობახიძისა, აქ იგითხარით რომ ადრე მიშა სააკაშვილის ძმაკაციც იყო, ხარიბაშვილის ძმაკაციც იყო და საოცარ სიგიჟეებს ამბობს სულ და დღენიადაგ და აი ამ უნგრეთის ლიდერმა კვლავ ვიმეორებ, სულ ქვეყანაზე რომ არ გადავიტანო ახლა აქცენტი, წარმოთქვა ის, რასაც ვერასოდეს და არასოდეს არ წარმოთქვავს პოლონეთის ლიდერი ტუსკი, როგორც ჯერ ვილაპარაკოთ თქვენის ნებართვით, სწორედაც რომ უნგრეთის ლიდერის განცხადებაზე. უნგრეთის ლიდერის განცხადება კი ამგვარია, საქართველოს პრემიერ-მინისტრად წოდებული ბანდიტი ირაკლი ყობახიძე სტუმრობდა ბუდაპეშტს, აი ეს უკვე მერამდენი ვიზიტია საქართველოს პრემიერ-მინისტრად წოდებულისა თუ ერთისა თუ მეორისა, ანუ ღარიბაშვილსაც გულისხმობ, ღმერთმა უწყის, აქაც ყავდათ დაპატიჟებული პირი, რომელსაც ასევე უწოდებ, აი ხა გაგიკვირდებათ და ის თუნდაც ისასულა ევროსასამართლოში ან საქართველოს მრუსიძის სასამართლოში ან თავისი მრუსიძე არ ვიცი რამდენად ეყოლება, მაგრამ მოკლედ სადაც უნდა იქცასულა, ორბანიც არის მონა ფიცოსი არ იყოს, კარგი თუ გნებავთ შევარბილებ ტექსტს და ორივე არის ტროას ცხენი ევროპის კავშირში მერქი, ასე ვიტყვი და ყობახიძე სტუმრობდა სწორედ ორბანს, ზარზეიმით მიიღეს და ასე შემდეგ და ხო არის განცხადებები, რომლებსაც აკეთებ ესე გაწონასწორებულ განცხადებებს აკეთებ, როცა მით უფრო ამ ხელა ანუ უბრალოდ ევროპის სახელმწიფოს ლიდერი ხარ, კიდე რაღაცა მოხდა 33 წუთის წინ და რაები არ ხდება ამ ქვეყანაში და ძალიან მძიმეა, თამარა ნუცუბიძის არაჩვეულებრივი ჩართვა იქნება დარწმუნებული ვარ და ესეც სანახაი მაქვს, ამასობაში ჩავსკროლავ, მოკლედ ამ პატივცემულმა კი არა პატივცემულმა ტროას ცხენმა ორბანმა
პირში ეს ორბანი პირში ეპირფერება სწორედ ირაკლი კობახიძეს და ასეთი რამ თქვა. ჩვენ ოკეთილი შურს საქართველოსიო 7%-იანი მატება აქვს და როდემდე მივალთო ჩვენო ამ დონემდეო როგორ ამ 7%-იან ზრდაზე როგორ გავალთ როდის გავალთო ჩვენო შურსო მოკლედ საქართველოსიო ესო სასწაულია პირდაპირ მნიშვნელობითო ცოტა დაუკლია კობახიძეს კი არა ორბანს ევროპის კობახიძე ორბანს ყოველ შემთხვევაში ირაკლი კობახიძე და მისი წინამორბედი ღარიბაშვილი სულ იმას ამბობდნენ რომ 9 თუ 10%-იანი ეკონომიკური ზრდა აქვს და 7% მაინც 3%-ით ნაკლებია ვიდრე 10%. მაგრამ არა აქვს ამას მნიშვნელობა ეხლა მნიშვნელოვანია პათოსი და ასევე შინაარსი. ორბანი გარდა იმისა რომ ტყუის 7%-იანი ეკონომიკური ზრდა კი არა 10-ია გვაქვს საერთოდ ხო? გარდა იმისა რომ ტყუის ორბანი ცდება თავარში საქართველოს ეკონომიკური ზრდა რამდენია რეალურად ეს არავინ იცის ამათ მიერ გამოხერხებულ რიცხვებს ჩვენ რასაკვირველიან ნდობას ვერ გამოუცხადებთ ესენი ხანდახან იმგვარ რიცხვებს აქვეყნებენ სხვა ეკონომიკურ ან არაეკონომიკურ პარამეტრებში რომ შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს რომ ეს ასე არ არის მაგრამ ერთი წუთი დავუჯეროთ რომ ორბანი მართალია და საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებაც მართალია რა აზრი აქვს ამგვარ ეკონომიკურ ზრდას როდესაც ეგრეთ წოდებული ზღვარი მაღალ მდიდარ ფენასა და დაბალ ფენას შორის კიდე უფრო ღრმავდება და კიდე უფრო იზრდება ანუ მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი უფრო ღარიბდება ვიდრე იყო გუშინ და მოქალაქეების მცირე ნაწილი უფრო მდიდრდება სახელმწიფო ტენდერებით თუ არა სახელმწიფო ტენდერებით ვიდრე იყო გუშინ გამდიდრებული და ეს ეკონომიკური ზრდა ყოველ შემთხვევაში იანვარ-თებერვალისა ჩვენს ქვეყანაში ამას ამბობენ სპეციალისტები და არამე დაფუძნებულია იმაზე რომ ბიზინა ივანიშვილმა ამ ოფშორების შესახებ კანონი რომ მიიღო და თავისი ქონება რომ შემოიტანა დეგეგი არ გადაიხადა ესეც ფაქტია ამის შედეგად ეკონომიკური ზრდა ფსევდოეკონომიკური ზრდა არის ჩვენს ქვეყანაში რეალურად და რეალისტურად და აგე ოხცა ვეღარ შემოიტანს ვერანაირ უძრავ თუ მოძრავ ქონებას ბიზინა ივანიშვილი ოფშორებიდან ასე მაგალითად ივნისში თუ სექტემბერში ნახავთ რომ ეკონომიკური ზრდა კი არა გვაქვს არამედ გვაქვს რეალურად ეკონომიკური ვარ და რასაკვირველია დე ფაქტო ხელისუფლება ამ ყველაფერს მიაბრალ და აბრალებს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება წოდებული ბანდის ოპოზიცია სიტყვის რომ აი ისინი არიან დივერსანტები და რომ არა მიტინგები ჩვენ ეკონომიკური ზრდა გვექნებოდაო მაგრამ ესეც რასაკვირველია იქნება ტყუილი და პროპაგანდა კი შეფუთავს ამ ყველაფერს მაგრამ ფაქტია მე ამ თემაზე არ ვლაპარაკობ ახლა უფრო ვლაპარაკობ ორბანის მეორე განცხადებაზე არ ვიცი ჩავსკროლავ თუ არა და ალბათ ჩავსკროლავ ზუსტი ციტატა რომ შემოგთავაზოთ ტუსკია აქ და ტუსკზეც ვილაპარაკებთ ცხადია და ტუსკი გაცილებით მნიშვნელოვან საინტერესო ამბავს ამბობს ხო მეშვიდეთ შეხვედრია კობახიძე ორბანს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ესენი ებღაუჭებიან ერთადერთ სახელმწიფოს კარგი ორ სახელმწიფოს უნგრეთსა და სლოვაკეთს და ვერ გაუგიათ ამათ ფოცოდ კარგად გაუგიათ მაგრამ თქვენ გაბოლებენ რომ ეს ასე იქნება რომ უნგრეთი და სლოვაკეთი ჩვენ ვერ შეგვიყვანენ ევროკავშირში იმიტომ რომ ევროკავშირის ყველა სახელმწიფო დანარჩენი ყველა სახელმწიფო არის ჩვენი მოწინააღმდეგე ამაზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ და ჩაბღაუჭება ან მიბღაუჭება ორბანზე თუ დღევანდელ უნგრეთზე ფიცოზე თუ დღევანდელ სლოვაკეთზე ვერაფერი ბედენაა ვერაფერი საშველია ჩვენთვის ხო და აი ამ ორბანს უთქვამს საქართველოს მთავრობა არის ის მხეცი, რომელთანაც ეშინია ევროკავშირს ბრიუსელს ბრძოლა, რადგან საქართველო არის პირველი, რომელმაც მათ წინააღმდეგობა გაუწია. ოდიახ გაუწია, კობახიძის კი არა ბიზინას საქართველოს ევროკავშირის წინააღმდეგობა და თავისი ჩამჩით მიირთვა კიდეც ასე უნდა ვთქვა და ასეთი უხეში უნდა ვიყო გიბოდიშებ ცხადია იმიტომ რომ ამით რეალურად მან ჩაირტყა ზურგშიდან უბრალოდ საქართველოს ჩაარტყა ზურგშიდან და პრაქტიკულად მოუსპო ევრო ინტეგრაცია და ევროპაში ევროკავშირში გაწევრიანება ამაზე ოდნავ მოგვიანებით პატივცემულ კი არა პატივცემულ ორბანს ისიც უთქვამს რომ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა ჩვენთვის დიდი პატივია ამ წლების განმავლობაში ასეთი შედეგების გაზიარება ანუ ეკონომიკურ ზრდას გულისხმობ ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი რადგან ასეთი შედეგების მიღწევა არის დიდი ნახტომი წინ არ იყო ალბათ ესიული მაგრამ ჩვენ უნგრელებს გვექნება დიდი პატივი რომ ასეთი შედეგი გვექნებოდა დიდი პატივი რომ ასეთი შედეგი გქონოდა ეს არის სინქრონული თარგმანი მე არ მიანგარიშია მაგრამ სხვაებს კი უანგარიშიათ ეკონომისტებს და ფინანსისტებს მინდა ავხსნა რომ საქართველოს სულ რომ მართლა გქონდეს 10%-იანი ეკონომიკური ზრდა ყოველწლიურად უახლოესი 15
17 წლის განმავლობაში, დღევანდელი უნგრეთის მდგომარეობას ის ვერ დაეწევა უახლოესი 20 წლის განმავლობაში. ეს იმ უნგრეთისა, რომელსაც 2%-იანი ზრდაც რომ ჰქონდეს, ბუნებრივია ის შედარებით პატარა ნაბიჯებით იulis წინ, მაგრამ უკვე მაშინაც იქნება დიდი სხვაობა მომავალ უნგრეთს, აი 20 წლის წინ, 20 წლის შემდგომ უნგრეთსა და 20 წლის შემდგომ საქართველოს შორის სულ 10%-იანი ზრდა ჰქონდეს. ოღონდ 10%-იანი ზრდა კი არა, ეკონომიკური ზრდა საერთოდ როგორ გვექნება იმ პირების და იმ მმართველობის პირობებში, რომლებიც უცხოელებს ზღუდავენ, რომელსაც ეკონომიკური აქტივობები არა აქვთ, უცხოური განსაკუთრებით დასავლური ინვესტიციები არა და არ ჩანს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ჩემთვის გამოცანაა, ცხადია სპეციალისტები უკეთესად იბიჯელებენ ამ თემას. ეხლა მეორე კითხვა, თუ დავსვი ეს კითხვა უკვე აღარ მახსოვს, როგორ გონიათ რამდენი კილომეტრია მეთქი ვარშავიდან, ან თუნდაც ესე ვიტყვი ბუდაპეშტიდან ვიდრე ვარშავამდე, რამდენი კილომეტრია და 848 კიდევ ერთხელ გადავამოწმოთ. ხომ 858 უკაცრავად 8 საათი და 27 წუთი მანქანიდან თუ არ ჩამოხვალთ ავტომობილით და ეს 8 საათი და 8 საათ ნახევარი გაძლევთ ხო თქვენ ჩახვალთ 8 საათ ნახევარში ერთი ქვეყნის დედაქალაქიდან მეორე საშუალო სიჩქარით ალბათ გაივლით ეხლა თუ გნებოთ გავარკვიოთ კი რა ზუსტად ესე იგი დაიძარეთ თქვენ ბუდაპეშტიდან გადაკვეთ პატარა მონაკვეთს ესე იგი ავსტრიისა გადაკვეთ პატარა მონაკვეთს სლოვაკეთისა მერე უკვე ახვალთ ჩეხეთში გაივლით საკმაოდ მოზრდილ ქალაქ ბრნოს მერე ესე იგი უკვე შეხვალთ პოლონეთში კატოვიცეს გაივლით და პატარა ქალაქებს სხვა ქალაქებსაც გაივლით და უკვე მოხვდებით თავარკვეული პერიოდის გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ სწორედაც რომ ვარშავაში მთავარი პოლიტიკური ლიდერი გარდა პრეზიდენტისა არის პრემიერ-მინისტრი ტუსკი რომელიც საკამათო კი არა საკრიტიკო იყო ასე მაგალითად 2010 წელს მეც მაშინ სოციალური ქსელები იყო მოგეხსენებათ და უკვე იყო და მე მაშინ ვაკრიტიკებდი და მე ვინა ვარ პოლონეთში აკრიტიკებდნენ მიზეზთა გამო მე გულისხმობ პრეზიდენტ კაჩინსკისთან დაკავშირებულ ინციდენტს იქ თვითმფრინავის ამბავი იყო მაგრამ ახლა ამაზე არ ვამახვილებ ყურადღებას ეს კაცი მე გახდა ევროჩინოსანი და ახლა ისევ პოლონეთის პრემიერ-მინისტრია კაცი ძლიერი პოლიტიკოსი სიცოცხლის უნარიანი პოლიტიკოსი რომელსაც ძალიან მკვეთრი პოზიცია აქვს უკრაინის მხარდასაჭერი რომელიც არის ამ სხვა ქვეყნებთან ერთად სხვა ნორმანდიული ოთხეულის წევრი და უკრაინას უჭერს მხარს ეწინააღმდეგება რუსეთს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მიუხედავად იმისა სხვა შორის რომ პოლონეთსა და უკრაინას შორის დიდი მიზეზების გამო ოღონდ ახლა ამ მიზეზებზე არ ვილაპარაკობ თლად კარგი ურთიერთობა შეიძლება და არც ყოფილიყო არამედ რომ დღევანდელობას გულისხმობ არამედ წარსულში რაღაც გარკვეულ გამოცდილებებს ამ ორ ქვეყანას ან ამ ორ ხალხს შორის მაგრამ ტუსკს აქვს ისე როგორც მთელ პოლონელ ხალხს აქვს ძალიან სწორი ღირებული მიდგომები. ხოდა ტუსკი ამბობს შემდეგ რამეს და ისევ Facebook-ში უნდა შევიჭყიტო, აბა სად უნდა შევიჭყიტო. თამარ დუსუბიძე თამარა აუცილებლად ნახავ შენს ჩართვას. სწორედაც რომ ფორმულაზე სხვა რაღაცებსაც გავეცნობი ცხადი, ახალი ამბები მაქვს და აი პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ამბობს შემდეგ რამეს, რომ პოლონეთი იწყებს ევროპის კავშირში ლობირებას საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ. მე ამას რომ წარმოვთქვამ ამ სიტყვებს, ჩემთვის ამ სიტყვების წარმოთქმა არის უმძიმესი, იმიტომ კი არა რომ მე ბევრი გამიკეთები არაფერი პრაქტიკულად არ გამიკეთებია იმისთვის რომ საქართველოს მოქალაქეებს ქონოდათ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის შენგენის წევრ სახელმწიფოებში და კიდევ 4 სახელმწიფოში პრაქტიკულად არაფერი არ გამიკეთებია. გარდა უხეშად ვლაპარაკობ 5 ან 7 ან 15 აღმაფრთოვანებელი და მისასალმებელი სტატუსისა, გარდა ლობირებისა პირდაპირ ვიტყვი ამას არც მომერიდება საინფორმაციო საშუალებებით, სოციალურ ქსელში, საინფორმაციო ინტერვიუებით, კომენტარებით, რომელიც მიდიგებია მე ამ წლების განმავლობაში და წლების წინ და მithქვამს, რომ ეს არის უზარმაზარი მიღწევა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი საზოგადოებისა და აი ტუსკი ამბობს იმას, რაც ჩემთვის არის გულისმომკვლელი, პირდაპირ ნიშნულები გულისმომკვლელი, ანუ არ ვაჭარბებ და რაღაცას ესე ჰიპერბოლიზირებულად კი არ წარმოვადგენოთ მას დამასყა. ხო, არამედ მართლა არის მძიმე მოკლედ რა. ეხლა ჩემზე მძიმე, ჩემთვის ხო მძიმეა, მაგრამ გაცილებით მძიმეა იმ ადამიანებისთვის, ვისაც აგური და აგურები დაუდია, არა სამთავრობო სექტორიდან რაღაც არა პირებს, რომლებიც ამ თემაზე მუშაობდნენ, აი ასე მაგალითად კახა გოგოლაშვილის, ვანო ჩხიკვაძისათვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ამას რო კითხულობენ, ხო, არ ვიცი ალბათ ან როგორ არიან
ან როგორ არიან და რამდენად ძიმეა მათთვის მე წარმომიდგენი ან ვერ წარმომიდგენია და კიდე ბევრისთვის სამთავრობო უწყებებისთვის მათ შორის საშუალო რგოლისთვის ნებისმიერი ხელისუფლებიდან რომლებიც იმ ხელისუფლებაშიც იყვნენ და ამ ხელისუფლებაშიც იყვნენ ყოველ შემთხვევაში საწყის წლებში და რომლებიც აი წერილზე მუხლზე გადაწყვეტილებაზე იღებდნენ მუხლზე წერდნენ წერილზე წერდნენ ყველაფერს ათანხმებდნენ უნისონში პარლამენტთან ათანხმებდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების ცალკეულ რგოლებთან საგარეო საქმეთა სამინისტრო იუსტიციის სამინისტრო სხვა უწყებები და ასე შემდეგ და აი უზარ რამხელა შრომაა გაწეული თქვენ წარმოდგენაც არა გაქვთ ხო და აი ეს ტუსკი უცებ ამბობს იმას რაც ყველასთვის უკლებლივ ყველასთვის ჩემთვისაც და მათთვის მით უფრო ვინც გაცილებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ვიზო რეჟიმის მონიჭებაში ჩვენი ქვეყნისათვის ხო ეს ხო უმძიმესია და ყველა არ ვარ დამწუხრებული ტუსკის ამ განცხადებისა და გამო და უფრო სრულყოფილად წაგიკითხავთ ამას ამ განცხადებას ტუსკი ამბობს რომ ცდილობს შექმნათ საჭირო უმრავლესობა იმისათვის რომ შევზღუდოთ ან შევაჩეროთ უვიზო მიმოსვლა საქართველოსთან და სხვა ქვეყნების შემთხვევაშიც და სხვა ქვეყნების შემთხვევაშიც ეს კი ეს ჩემი განზრახვაც არის თან იმაზით რომ მესმის ქართველების მესამედი ნამდვილად იზიარებს ჩვენს ღირებულებას მაგრამ ვიცით რა არის პრობლემა ჩვენს ვიცით ეს უნდა ვთქვათ ვიცით და არ ვიცი რას უშვებით ამ პრობლემას ანუ როგორ ვერევით როგორ ვაგვარებთ როგორ ვაგორებთ თუ გნებავთ ასე ვიტყვი მოკლედ უმძიმეს მდგომარეობაში ვართ ჩვენ და მე ვიცი რომ ევროპელებს ესმით ჩვენი ისინი აფასებენ ჩვენ ბრძოლას ისინი ხედავენ უკვე მეორასე დღეა გადაკეტილ რუსთაველს ისინი ხედავენ რომ ივანიშვილის სახით ჩვენ გვებრძვის რუსეთი ჰიბრიდულად გვებრძვის გვამარცხებს მოდი ვიყოთ გულახდილნი ყოველ შემთხვევაში ჩვენა არ გაგვიმარჯვია ჯერ და ამასობაში აი ესეთი მძიმე გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს მათ შორის იმის გამოც რომ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი რაოდენობა საქართველოსთან ევროპაში მთლიანად და კონკრეტულად პოლონეთში არის საკმაოდ ბევრი და ამ თავშესაფრის მაძიებელები ერთი პრობლემაა რასაკვირველია მაგრამ მეორეა რომ ამ თავშესაფრის მაძიებელთა შორისაც არიან ძალიან ბევრი არის ვისაც ხელი გაექცევა ხოლმე და ვინც კრიმინალით არის დაკავებული ესეც უნდა ვაღიაროთ ამ თვალსაზრისით ჭყალებში თუ ჭყალებოთ ჩვენ შესაძლოა მართლა არა კრიტიკული ზღვარისთვის მე მგონი არ მიგვიღწევი ამას სპეციალისტები იტყვიან მაგრამ რა მდგომარეობა ამ თვალსაზრისით იქ პროცენტული მაჩვენებელი რამდენადაც მახსოვს და რამდენადაც ვიცი მაგრამ ანუ ყოველი თავშესაფრის მაძიებელი 100 კაციდან რამდენი უნდა იყოს კრიმინალი თუ არ ვწდები ასეა რომ მე უკვე ამ ქვეყნის სტატუსის საკითხი დღადგეს ხის წესრიგში ანუ ჩამორთმევის საკითხი სპეციალისტები იტყვიან იგივე კახა იგივე ვანო და სხვები მაგრამ მძიმე მდგომარეობა როა ესეც ფაქტია ამ თვალსაზრისით მაგრამ ეს ამაზე თვალს ხუჭავდა ამ ხნის განმავლობაში ევროკავშირი ესეც ვთქვათ ღიად და აი ტუსკი არის პირველი ვინც ეს ყველაფერი თქვა გაახმიანა და მე დაარწმუნებული ვარ კი რატომღაც გონია რომ სხვა სახელმწიფოები და სხვა სახელმწიფოების ლიდერებიც ახყვებიან და მე გამოვარ უნგრეთია ჩვენი მცველი ოღონდ უნგრეთი რასაკვირველია ჩვენი მცველი კი არა ორბანი ჩვენი მცველი კი არა ჩვენი ტერია რეალურად ასე ვიტყვი დიახ ქართული სახელმწიფოს განვითარებისათვის მტრულ ნაბიჯებს დგამს ორბანი როდესაც ეხუტება ირაკლი კობახიძეს აბარა და ამიტომაც ვუწოდე მე აკი მოგესმათ კი არა არ მოგესმათ მასაც ვუწოდე მონა და სულაც არ მერიდება რომ ვიმეორე ბოდიშს ვუხდი ქართველებს ამბობს ტუსკი თუ ეს განცხადება შეურაცხყოფელია მაგრამ ზოგადად ვუჭერ მხარს უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც როგორც საქართველოს შემთხვევაში აღარ სცემენ პატივს დემოკრატიას, ან საიდანაც მიგრაცია ქმნის საფრთხეს კანონისათვის, როგორც პოლონეთში, ასევე მთლიანად ევროპაში. და აქ ამ განცხადების მეორე ნაწილზე უნდა ვისაუბრო, ამ ნაწილზე სწორედაც რომ და უმძიმე სიტყვები უნდა წარმოვთქვა. მე ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი გულახდილად გეტყვით, აი ამ ბლოგის დასაწყისშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამ სიტყვებს ვიტყოდი. იმიტომ რომ ახლაც ჯერეთი ვღელავ, რასაკვირველია. რომ ძალიან რთულია ამ სიმართლის თქმა ქართული საზოგადოებისათვის მივიღებ ძალიან ბევრ მძიმე სიტყვას, შეურაცხყოფასაც კი, ჩემს მოსაზრებებს ვინც იზიარებს, ისინიც კი არ ან ნაკლებად დამეთანხმებიან, მეტყვია რომ ნუ ხარ ასეთი რადიკალური ტუსკი ცდება და აგეშენ ცდებიო, თურმეო, ხო სამთავრობო პროპაგანდამაც შეიძლება გამოიყენოს ეს ყველაფერი ჩემთვის მაზიანებლად, ესენი ხო პროპაგანდის
დიდოსტატები არიან, სხვაშორის ამის დასტურია არა მხოლოდ ის, რომ ახლა აგდებათ სადა ვიღაც ტროლი იყო სავარაუდოდ, რომელმაც დამირეკა პირველ ვერსიას, როცა ვწერდი ამ ვიდეობლოგისა, რომელსაც ახლა პირველ რედაქციას და მაგინა და ავღელდი და შესაძლოა მეგინებინა იქით და ასე შემდეგ, ესენი ხო ტროლები არიან და ცდილობენ რომ წყობიდან გამოგიყვანონ და ასე შემდეგ. ამის გასტურია სხვა რამეც, აი გავრცელდა ჩამიგდეს TikTok-ზე თუ არ ვცდები გავრცელებული ვიდეო, როდესაც მე ამ ტელეფონს ხმარობ ხოლმე, იცით თქვენ ხანდახან აი ეხლა გაჩვენეთ ასე როგორ მყურეთ, ასე მაგალითად რა. როდის ვიხდი აი ავიხოთ მაგალითად ფორმულას რომელიმე ლინკი და აი ფორმულა ხო? აქ ვიდეოები არის მოგიხსენებათ ხო? აი უყურეთ და ხმა და ხმა არის გადადებული, ეს ხანდახან გამეპარება ხოლმე ხმა და ის ირაკლი ტავლიაშვილს რაღაც პორნოგრაფია თუ ეროტიკა ჩაერთო. რასაკვირველია, ეს არის ფაბრიკაცია და მონტაჟი, მაგრამ აი შემასიეს შეესიენ ტროლები და შესაძლოა არა მხოლოდ ტროლები, არამედ ნორმალური კი არა რეალური ადამიანებიც და ჩემი გინებით არიან დაკავებულნი ქუჩაში რო გახვალ, შეიძლება რომელიმე მათგანი დაგხვდეს და რაღაც შეურაცხყოფა მოგაყენოს, აგაგდოს სამით და მე რაღაცა უთავაზო თავში და მე შენთონვე აღმოჩნდე საპატიმროში მარიამ ლაშხების თუ სხვათა მეოხებით და ძალისხმევით. მოკლედ ამ თემაზე არ ვლაპარაკობ, უფრო მძიმე რამეს ვიტყვი, ვიდრე ჩემი შეურაცხყოფა ან ჩემი აგდების მცდელობა ამათ მიერ. მე გეტყვით შემდეგ რამეს ძალიან მიჭირს კლავი მეორე პამსიტყვების წარმოთქმა, მაგრამ მაინც ეს ხელისუფლება ჩვენ გვირტყავს დანას ზურგში, ეს ხელისუფლება წოდებული ბანდა ანგრევს ამ ქვეყანას და ჩვენ გგონია ხანდახან რომ რაღა ასე მაგალითად ასოცირების ხელშეკრულება გვაქვს ევროკავშირთან ან გარკვეული რაღაც შეღავათები გვაქვს ან გარკვეული ურთიერთობა კი არა ხო შეღავათები უფრო შეღავათები ასოცირების ხელშეკრულებას ხმა და ყოვლის ფონდელი სავაჭრო ხელშეკრულება და ასე შემდეგ ზოგ ჩვენგან საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ექნება შთაბეჭდილება რომ ესენი მაინც ევროპისაკენ მიდიან მით უფრო რომ არ უყვიათ ესე ღიად აბსოლუტურად უარყვეს სასაკვირველია გასული წლის ნოემბრის ბოლოს ევროკავშირში გაწევნიანება შეაჩერეს მათ ეულიზმნა რომ ვიხმარო, მაგრამ თვითონ ახლა რომ კითხო, რასაკვირველია ევროპაში მივდივარ და 2030 წლისთვის გაფართოების წელია, 2030 წელი მაღალზე მაღალი ალბათობით, საქართველოს პირველი მზადყოფი ქვეყანა იქნება და ჩამოიტოვებს მოლდოვასა და უკრაინას ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრციდან, ამას იტყვის ასე მაგალითად პაპუაშვილი რუსია, პაპუაშვილი მონა, კობახიძე რუსია, კობახიძე რომონა, ასევე თქვა მდინარაზე რუსი, მდინარაზე მონა, ლაშხი რუსი, ლაშხი მონა და ასე შემდეგ რავით ჩამოვასახელებ 99 გამიჭირდება მაგრამ მაინც ამიტომ ძალიან მიმჭირს კლავი მეორე ფამსიტყვის წარმოთქმა მაგრამ იქნება და აი აქ მრავალ წერტილი იქნება და სჯობდეს რომ ადამიანები რომლებიც სარგებლობენ უვიზო რეჟიმით და ახლა მიმალულნი არიან და გონიათ რომ მათი სახლუკა მიღმა და ამათ არ ეხებათ ის რაც ხდება დღეს დედაქალაქის ცენტრში და არა მხოლოდ ის რეპრესიული მანქანა რაც ჩართული აქვს ქართულ რუსულ ოცნებას მათ არ ეხებათ და ისინი ხომ გაადარჩებიან იქნება და მათაც გამოუფხიზლდეთ ტვინი და უკვე შემდგომ როდესაც იქნება დემონსტრაციების დიდი ტალღა ამ ჩვენს რუსთაველის გამზირზე ისინიც დადგნენ ჩვენს გვერდით იყვნენ სოლიდარულები და თქვან რომ იცით რა არის გავიგეთ ყველაფერი უთხრან ქართულ ოცნებას რუსულ ოცნებას გავიგეთ მაგრამ სწორედ თქვენმა პოლიტიკამ მიგიყვანა ჩვენ ამ კატასტროფამდე იქნება და ეს სჯობდეს არ ვიცი გულახდილად გეტყვით ბურძგლავს ან ძალიან ღელავ როცა ვამბობ იმას რომ ტუსკი მართალია და ორბანი არის ჩვენი ქვეყნის მომავლის მტერი ორბანიც და ფიცოც და კობახიძეზე და სერგოი ორჯონიკიძე ბიზინა ივანიშვილზე აღარაფერს ვიტყვი და აღარ დავხურდავდები ამ მარიამ ლაშხზე მონაზე მონა ლაშხზე და მონა წილოსანზე და მოლა მდინარაძეზე და მონა ანარჩენ არ ვიცი წულუკიანზე და სრუბარზე და კიდე სხვებზე. მიმზიმს კლავი მეორე ფამსიტყვების წარმოთქმა, მაგრამ იქნება და ჩვენი გამოფხიზლებისათვის, იმ ნაწილის გამოფხიზლებისათვის, რომელიც ჯერაც ფიქრობს, ან რომელსაც ჯერაც ეიმედება ქართული ოცნებისა და ბიზინა ბანდიტ ივანიშვილისა, იქნება და სჯობდეს სწორედაც რომ ესე შემოლაწუნება ჩვენთვის და თქმა იმისა, რომ აი ეს შემოლაწუნება რეალურად ხო, ტუსკის განცხადება და ქმედებაც შესაძლოა რომ თქვენ არა დაგისრულდებათ, არამედ შეგიჩერდებათ დროებით, მანამ
სანამ და იქ დათქმები იყოს. არ ჩაატარებთ დემოკრატიულ არჩევნებს, არ მოიშორებთ ამ ბანდა ხელისუფლებას, არ განთავისუფლებიან პოლიტპატიმრები. ასე არ იქნება გაუქმებული ეს რაღაც ჯოჯოხეთური რუსული კანონები 1 2 3 4 10 12 15 და ასე შემდეგ. ამას გააკეთებთ, ამ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს აღუდგებათ უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ევროკავშირ შენგენის წევრ სახელმწიფოებში და კიდევ 4 სახელმწიფოში. ამ დათქმით თუ იქნება, ხო, მე არ გამიჭირდება სხოშვის ბარემი ვიტყვი, ხო? მე თვითონ მაღალი ალბათობით არ გამიჭირდება მიმართავ პოლონეთის ან ბალტიის სახელმწიფოების ან უნგრეთის. არა, უნგრელები არ მომცემენ ვიზას. ხო, და ამიტომ მე იმაზე თვითონ ვდარდობ და უფრო ვდარდობ საქართველოს მოქალაქეებზე, უამრავ მოქალაქეზე, რომელიც არა მხოლოდ ტურისტულად მიდის, არამედ მიდიან სტუდენტები, მე იქ ვიზას ცვლიან, სასწავლო ვიზას იღებენ, რასაკვირველია, მიღირიან პატარა მცირე მეწარმეები, ჩააქვთ უხეშად ლაპარაკობ ამ ხრბა და ყოვლის მომწველი სავაჭრო ურთიერთობის თავისუფალი ვაჭრობის ფარგლებში მიაქვთ ვუტრირებ ცხადია, მაგრამ რაღაც ბოდიში ამას ვერ ვიღებ, ხო? ავიღოთ რამე და არაფერი არ არის სახში. ახლა ერთი წუთი. ხარ ვიცი, აი ნახა ვერ გავიგე, ასე მაგალითად ნახატები იქ არაფერი არიდო, თორე ავიღებდი ხელნაკეთი რაღაც საფულეება მიგდიაგე. ხელნაკეთი რაღაც ყავის საფულეები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ჩააკდა რაღაც 2 ევროს შოულობენ მეთქი. მათთვის ეს ხდება უმძიმესი, რომ ვიცოდეთ, რომ ყველა რასაკვირველია ჩემსავით ვერ მიიღებს, მაგრამ იმისთვის, რომ ქართულმა მეწარმეებმა, სტუდენტებმა, რა ვიცი, უბრალოდ დამსვენებლებმა, ევროპაში, ევროპის ნახვის მსურველებმა სამომავლოდ გამოიფხიკონ თვალები და გაახილონ თვალები და გამოიფხიკონ ყურები და ასე შემდეგ, იქნება დასჯობდეს, რომ ესეთი მკვეთრი გადაწყვეტილება მიიღოს ევროკავშირმა. რამდენი კილომეტრია უნგრეთსა და პოლონეთს შორის, უბრალოდ ბუდაპეშტსა და ვარშავას შორის 858 თქვით, ხო, თუ 858 და 8 საათზე მეტი უნდა იმგზავრო ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში. იქ ტროას ცხენია ქვემოთ, აქ ჩვენი მეგობარია ტუსკის სახით და მთელი ევროპა ჩვენი მეგობარია. და ევროპა იქნება ჩვენი მეგობარი, ოღონდ ჩვენც უნდა ვიყოთ ადეკვატურები და ადეკვატურები თუ გვინდა რომ ვიყოთ, ამათ პირდაპირ ირიბათ მარცხნიდან, მარჯვნიდან, გარკვეული არგუმენტების მოშველიებით, რასაკვირველია, ლოგიკურია, რომ ადგილობრივ არჩევნებში არაფერი ლოგიკური არ არის. ესენი უნდა დავასრულოთ და დასრულება შესაძლებელია მხოლოდ შეუპოვრობით მეთქი ამას ხაზგასმით ვამბობ, არ ვაკრიტიკებ მაინც და მაინც არჩევნებში გაასვლის მსურველებს, ვაკრიტიკებ როგორ არა, მაგრამ იმ ვორდინგით არ ვაკრიტიკებ, რა ვორდინგითაც აკრიტიკებენ სხვები მესმის, მაგრამ ყველა არგუმენტებს გადასწონის ის, რომ ამათ ანუ ბილწებს, ანუ რუსებს ჩვენ ზავით კი არა, აი თანანაირი ურთიერთობითაც კი არ უნდა შევეკრათ. ნახვამდის. გაგვიმარჯოს.